მოგესალმებით, ამ ვიდეოში დეტალურად განვიხილავთ ჩვენი აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქციასა და ძირითად ფუნქციებს. თქვენს პროფილში შესვლისთანავე გაიხსნება რეპორტების გვერდი, სადაც შეგიძლიათ ატვირთული მონაცემების დათვალიერება. ახალი რეპორტის შესაქმნელად გამოიყენეთ პლუს ღილაკი ეკრანის ქვედა ნაწილში. ატვირთვის გვერდზე პირველ რიგში აირჩევთ დარღვევის მიზეზ ჩამონათვალიდან. აქვე იხილავთ ფოტოების და სხვა საჭირო მონაცემების სასატვირთ ველებს. თუ აირჩევთ მიზეზს არასწორი პარკირება, სისტემა დამატებით გამოგიჩენთ ორ ველს. აქ უნდა ატვირთოთ ხარვეზის ამსახველი ფოტო და გასწორებული პარკირების სურათი before and after. შემდეგ ეტაპზე მიუთითებთ არასწორად დაპარკირებული სკუტერების რაოდენობას. თქვენ მიერ მითითებულ ციფრის შესაბამისად, აპლიკაცია ავტომატურად გამოაჩენს იმდენი სკუტერის არჩევის საშუალებას, რამდენიც დააფიქსირეთ. ყველა სხვა დარღვევის შემთხვევაში მიყევით ინსტრუქციას. დაურთეთ შესაბამისი ფოტოები და შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია დეტალურად. ატვირთვის შემდეგ რეპორტი მომენტალურად აისახება სისტემაში. შეგახსენებთ, რომ რეპორტის გაგზავნისას ავტომატურად ფიქსირდება თქვენი მიმდინარე ლოკაცია, რომლის ნახვაც რუკაზე ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ზედა პანელში ასევე იხილავთ შესვენების ღილაკს. შესვენებაზე გასვლის შემთხვევაში გააქტიურეთ ეს რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს რეპორტების ატვირთვის ფუნქცია დროებით შეიზღუდება, სანამ არ დაასრულებთ შესვენებას. დიდ მადლობას გიხდით IDM-ის გამოყენებისთვის. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს თქვენი ეფექტური და კომფორტული სამუშაო პროცესის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი კითხვის ან ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.